ახლა მე წნილს ვაკეთებ. ვახა პამიდორის. რამე ისეთი განსაკუთრებული არაფერი, რაღაცა ინგრედიენტებს მე გაჩვენებ, მაგრამ სხვანაირი რა არის ახლა ამ შემთხვევაში გაჩვენებ. ამას შუაზე ბოლომდე ვჭრი და გაღუნული დანით, ამ შემთხვევაში რეზაკით ვიღებ გულს. მოდი ახლოს აჩვენე. ასე ვიღებ გულს. ეს ერთი. ეს მეორე. ასე. ამას მე ახლა იგულებ თავისთავად სალგებ ჟავეში ვუჟავ და ეს იმიტომ აკარგია რომ მეტი ის ბოსტნეული ეტევა შითავსი რასაც ვაკეთებ იმისთვის კარგია მეტი ჩავა და არ დაიპნევა. ასე. და ასეთის გაკეთება ადვილია თუ ისეთი ქმარი ყავთ ან უკნარა ან ლამპოჩი გამოსვლას არ შეუძლია მაგის ვიდეოსაც გაჩვენეთ როგორ გავღუნოთ რეზაკის დანა. მოდი ერთი ვაჩვენოთ კიდე. ეს ხელს არ გავჭირით ნუ ეშინია, ცოტა გაქანება უნდა. ასე და დიდი გული ეხება შიგნით. მეტი ჩავა ის რაც უნდა ჩავდოთ. ეს. ჰოპა. აი გამორთ. ახლა ინგრედიენტები. როგორც გითხარით, გულამოღებული პამიდორი, გულები აგერ მაქვს, მე შეურევ. ხახვი უხეშად დაჭრილი, შუაში გაჭრილები ოღონდ ალყა არა. სტაფილო რგოლებად. წარე წითელი წიწაკა უხეშად დაჭრილი. ეს ბულგარულები არის კიდე ეგეც უხეშად დაჭრილი და ეგ ზედმეტი იყოს, არ უნდა დამდენი და ამაში ჩავტენი. და შიგნით ციტო წიწაკა ჩავარჭვი კიდე. ხო, ნიორი და ეს მწვანილი ნიახური და ოხრახუში. და ეს არის კამა. ნახე რა ცუდი ხარისხია, მაგრამ ეგ თბილისში არ იშოვება. ანუ ცერეცო სხვა რაღაცა და კამა სხვა რაღაცა. აქ თბილისში ცერეცოს კამას ეძახიან, მაგრამ კამა არის ვაფშე სხვა რაღაცა. ეს არის კამა. და ნახე რა ცუდი ხარისხია, მაგრამ მე დავადებ ზემოდან ამას არ შეურებ, შიგნით ღერებია და მოკლედ გემოს მისცემს რა. და ეს არის საცივის ყვავილის ზაფრანა, ყვითელ ყვავილს რო ეძახიან. ეს ჯობია დაუფქვეველი იყოს, მაგრამ ვერ ვიშოვე რა, დაუფქვეველი და ეს დაფქვეულს უზამ არაა პრობლემა კაცო. ხო, ამას ახლა აურებ და მე გაჩვენებ დანარჩენ პროცესს. ასეთი მასა გამოვიდა, არეული. დაომარილი ეს და აი ამაში ჩავყარი მარილი, ახლა ეს წვენს გაუშვებს. და ის წვენი, ამაში ჩავყარი და აი ეს რო წვენს გაუშვებს, ის წვენი თანაბრად უნდა გაანაწილო ჭურჭელში, რაშიც ჩააწყობ და მე შესავსებად უნდა დაამატო ანადუღები მარილიანი წყალი. რაშიც ჩაალაგებ. ესეთი გამოვიდა. ამაში მე ცალკე ჩავალაგებ და ეს შეურიო უნდა იმაში მეთქი, მაგრამ ცალკე ჩავდებ რა, დიდებია და არ ჩაეტეოდა. ჩავალაგე ახლა ესენი და ჭურჭელი არ მეყო. ეს 4 ცალი პამიდორი დარჩა და ეს დარჩა. ასე ამ რაოდენობით დაახლოებით რა. დააფარე. ბევრს იტევს, რადგანაც გული ამოჭილი, აღარ საერთოდ არ ეთყობა, ახლა რომ ანუ კაფერილი არა, რომ რამე დევშიგნით, ვერ შეატყობ რომ რამე. ხო, ახლა დარჩა ამის წვენი ეს და ეს წვენი არის პამიდორი მარილს რო დააყრი გაზდის ესა. ახლა ეს წვენი და ეს უნდა შეურვიო ერთმანეთს, რომ ჩავალაგებ ყველას და თანაბრად უნდა გავანაწილო ყველა ჭურჭელში და მერე უნდა შევავსო კიდე ანადუღები წყალით. და დუღელი უნდა 3 დღე დაახლოებით და მოხუფულია შეთვალეთ. საბოლოო ჯამში ამდენი გამოვიდა. ეს ახლა 3 დღე იყო თავის წვენში, რაც დაიყენა თავისი წვენი. და 3 დღის მერე დავასხი ადუღებული მარილიანი წყალი და შევავსე ბოლომდე. მოხუფვა და ძალიან მჭიდროდ მოჭერა არ უნდა სახურავებთან, კასტროლის სახურავი ყოფნის არაფერი არ უნდა მეტი. სუნიც მაგარი აქვს ახლა და გემოცა მას გავსინჯე უკვე. კაი გამოვიდა. ისეთი განსაკუთრებული მოკლედ არაფერი არ იყო ამაში, როგორც თავიდან გითხარით, უბრალოდ გულის ამოღება იყო, ცოტა მეტი ის ჩადესო ქვია ბოსტნეული.
რო გააკეთებთ შეგარგოთ.